ცოტნე გმირია, დიდებული გმირი, ოღონდაც თუ ბიჭები ვართ, ნუ ვადიდებთ მარტოდენ ცოტნეს. ვახსენოთ სახეთ აღრეჯილი ლომი მონღოლიც, გმირობისა და ვაჟკაცობის უბადლო მცოდნე. ცოტნე დადიანზეა საუბარი. კომენტარების დაწერა არ იჩქაროთ, შეურაცხყოფას გვაყენებს ეს კაცი, ეს ჩემი სიტყვები არ არის. თავიდან შოთა ნიშნიანიძე ქართველების გასაგონად უძღვნი გუგული დევდარიანს. ცოტნე გმირია, დიდებული გმირი, ოღონდაც თუ ბიჭები ვართ, ნუ ვადიდებთ მარტოდენ ცოტნეს. ვახსენოთ სახელდაღრეჯილი ლომი მონღოლიც, გმირობისა და ვაჟკაცობის უბადლო მცოდნე. შემდეგ მეორე დიდმა ქართველმა, ოღონ პროზაიკოსმა, თქვა უკვდავება გმირების ხვედრია და არა იმათი, ვინც ამ გმირებს ქმნის. რისი თქმა მინდა? თვლით თუ არა, რომ უკვდავება გმირების ხვედრია და არა იმათი, ვინც ამ გმირებს ქმნის? ზოგადად ამ პროზაული ფრაზის ავტორი ვინ არის? თუ დაწერთ კომენტარში, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, მაგრამ ეს მეორე შეკითხვა არა მთავარი. მთავარი არის ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ უკვდავება გმირების ხვედრია და არა იმათი, ვინც ამ გმირებს ქმნის და თუ არ ეთანხმებით, დაწერეთ თქვენი მოსაზრება. შემლანცხვას თავი დაანებეთ, ამით არაფერი არ შეიცვლება. სულ ეს არის. მორჩა.